სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 29 ადამიანი და ნაწილ სასამართლო მახკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ნაწილი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. დაკავებულების შორის არის ასევე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ისინი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში დააკავეს, ორივე დუმილის უფლებით სარგებლობს. კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ჩვენ დღესაც გავაჟღერეთ სასამართლოში და მიგვაჩნია რომ ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ქმნის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს. Თქვენ დაცვის ქვეშ მყოფს მეორე ბრალდებული ადებს ხელს რომ მას გაყვა ოქროს შესაძენად. კი ბატონო, ეგ ჩანდა, მაგრამ ცხანაყანებში ოქროს საყიდლად მიდიოდა? არანაირ ვერსიას რაც გაჟღერდა ამ ეტაპზე. კონდაზორის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოში დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში შეეძინათ რადიოაქტიული ნივთიერება ურანი და ცეზიუმი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია, ის რომ არსებობდა საფრთხეები ბრალდებულების მხრიდან მიმავლის და ახალი დანაშაულის ჩადენის და ორივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის როგორც მოწმეები ჩვენებები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ნათლად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები დაინტერესებული იყვნენ რადიოაქტიული ნივთიერება, ურანისა და ცეზიუმის შეძენით. შესაბამისად, ამის მტკიცებულება რა თქმა უნდა საქმეში არსებობს. შეთანხმების თანახმად აღნიშნული ნივთიერებები უნდა შეეძინათ 3 მილიონ ამერიკულ დოლარად და ეს თანხა უნდა გადახდილიყო კრიპტოვალუტის საშუალებით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შეპასის სანდასუფთავებას ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო ბრალდებული, რომელსაც დღეს ახლოს ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მისი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან თავის სამსახურებრივი მოვალეობის და ვალდებულებების დარღვევით კონკრეტულ პირს შესთავაზა ამ ორგანიზაციის ბალანსი არსებული სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით ნაკავსაყრელი სამშენებლო მასალის გატანა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა ქრთამის სახით ფულადი თანხა და საერთო ჯამში აიღო 800 ლარის ოდენობით თანხა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჯამში 29 პირი იქნა გამოვლენი და სამართლის პასუხისგებაში მიცემული. მათ შორის იყო საქმეები, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმის საქალაქო ბულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი კოეფიციენტების დარღვევით არქიტექტურული პროექტების შეთანხმებას და შესაბამისად ნებართვების მშენებლობის ნებართვების გაცემას, ასევე ეხებოდა ქალაქ ბათუმში უშუალოდ ექსპლუატაციაში მიღებას უნებართვით აშენებული შენობის. აღნიშნულ ფაქტებზე სასამართლებრივი დევნა დაწყებულია.